ლაგოდეხური რეცეპტით მომზადებული პასკები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას ძირითადად ნიგვზიანი გულსართით ქვის ფურნეში აცხობენ და საოცარი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. სალომე კახეთელიძე ახლა იმყოფება კახეთში კონდიტერ დიანა ქველაძესთან ერთად, რომელიც წლებია დიდი ბებიის რეცეპტით ამზადებს სააღდგომო სუფრის ამ მნიშვნელოვან დესერტს. იდეალური პასკის მომზადება არც თუ ისე მარტივი ამოცანაა, სწორედ ამიტომ ახლა გადავინაცვლებთ მათთან და გავეცნოთ ტრადიციული ლაგოდეხური პასკის რეცეპტს. დილამშვიდობისა, სალომე. დილამშვიდობისა საქართველო. მოგესალმებით კახეთიდან, კერძოდ კი ლაგოდეხიდან, სულ მალე სრულიად საქართველო იზეიმებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ალბათ არაერთ ოჯახში უკვე დაიწყო წინა სადღესასწაულო სამზადისი ტრიალებს ილის, მიხაკისა და დარიჩინის საოცარი სურნელი, რადგან უკვე დიასახლისები ამზადებენ სხვადასხვა ტიპის პასკებს. სწორედ ამიტომ ვესტუმრე მე დღეს ლაგოდეხს, რათა გაგიზიაროთ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე ლაგოდეხური პასკის რეცეპტი. ამ ყველაფერში კი დამეხმარება კონდიტერი დიანა ქველაძე. დიანა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მიხარია რომ გმასპინძლობთ დღეს ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენც ძალიან გვიხარია. რა არის ის მთავარი ინგრედიენტები, ის მთავარი განმასხვავებელი, რაც გამოარჩევს სხვა დანარჩენისგან? ლაგოდეხური პასკა, ყოველთვის ვამბობ, რომ არსებობს პასკა და არსებობს ლაგოდეხური პასკა. და ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ ჩვენ პასკას ვაწყობთ არა ღუმელში, ან გაზის ღუმელში, არამედ შეშაზე, ფურნეში, რომელიც განსაკუთრებულ არომატს ძენს. რა არის პირველი საფეხური და პირველი ეტაპი ლაგოდეხური პასკის მომზადების? პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება გავსინჯოთ საფუარი, რამდენად მოქმედია, მუშაობს თუ არა, ამიტომ უნდა დავიწყოთ საფუარის მომზადებით და ასევე უნდა მოვამზადოთ ცომისთვის ძირითადი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ გვჭირდება რძე, რომელიც არის თბილი და არა ცხელი, გადაგვაქვს თასში, დავუმატებთ შაქარს, რომ გავადნოთ 1 კილოგრამი შაქარი, თუმცა შეგიძლიათ ოდნავ დააკლოთ, თუ ძალიან ტკბილი არ გიყვართ, ან პირიქით დაამატოთ, თუ კი უფრო მეტად ტკბილი უყვართ თქვენს ოჯახში. კარაქი აუცილებლად ხარისხიანი ნაღების, რომელიც გვჭირდება და ვათავსებთ თბილ რძეში, რათა უფრო ადვილად მოხდეს მისი დადნობა. ერთად ვადნობთ ამ მასას. რადგან ახლა შეზღუდულები ვართ დროში, მე დაგეხმარები და მე შევეცდები, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად გადავურიო და ამასობაში შენ მომზადებ საფუარისთვის მოვემზადოთ საერთო ოდენობიდან აუცილებლად შაქრის და ფქვილის საერთო ოდენობიდან 2-3 სუფრის კოვს მოვათავსებთ საფუართან ერთად, ვამატებთ შაქარს 1-2 სუფრის კოვს, აუცილებლად საერთო ოდენობიდან და აქ უკვე გვჭირდება თბილი რძე. რომ კარგად გავხსნათ საფუარი თბილ რძეში და შემდეგ ვათავსებთ თბილ ადგილზე 10 წუთით დაახლოებით, რომ გავიგოთ საფუარი მუშაობს თუ არა. ჩვენ ჯერ უნდა დავასრულოთ ცომის მოზელვა და გვჭირდება კვერცხი, რომელიც შემდეგი მთავარი ეტაპია ჩვენს პასკაში. ამასობაში ჩემი მასაც უკვე ერთიანი გახდა და გადაერია ყველაფერი ერთმანეთს. კიდევ უფრო გაგრილდება. ამ შემთხვევაში გვჭირდება 10 კვერცხი, ანუ 1 ლიტრ რძეზე ვიყენებთ 10 კვერცხს. უნდა გავთქვიფოთ ახლა კვერცხი, ჩვენი კვერცხი უკვე გაერთიანდა და შეგვიძლია დავამატოთ რძის მასას. აქ უნდა მოვათავსოთ, აბა? კი ბატონო. აქვე შეგვიძლია და შეგვიძლია აქ გადმოვდგათ, მგონი უფრო მოსახერხებელი იქნება. დავამატოთ, თან მუდმივად ვურიოთ და შეგვიძლია გადავიდეთ ფქვილის დამატებაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ ცომს, რომელიც არც სქელია და არც თხელია. ეს უფრო ეხმარება ცომს და შემდეგ უკვე გამომცხვარ პასკას, რომ შეინარჩუნოს თავისი სახე. აი ჩვენი საფუარი, რომელიც იმის გამო, რომ ეზოში ვართ, უფრო მეტად არ გაიზარდა, რადგან არ აქვს მას თბილი გარემო, თუმცა თბილმა რძემ მისი გაზრდა მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საფუარი მუშაობს და შეგვიძლია გადავიდეთ საქმეზე, რადგან ჩვენ დროში შეზღუდულები ვართ. არ შეგვიძლია ყველა პროცესი თავიდან ბოლომდე სრულყოფილად ვაჩვენოთ. შეგვიძლია ჩვენი გამოცდილი საფუარი უკვე მოვათავსოთ თავარ მასაში, ცომში. ახლა უკვე ხელის მოსარევს გაუჭირდება ამ მასის ათვისება და ჩვენ
შეგვიძლია გადავიდეთ ხელით მოზელაზე. რას ვამატებთ? აქ არის სანელებლების მიქსი. სანელებლების მიქსი, რომელსაც აქვს საოცარი არომატი. ეხლა ძალიან რთულია ეს ყველაფერი, რომ მაყურებელმა კადრს მიღმა, იგრძნოს რა თქმა უნდა. თუმცა უნდა გვინდოთ და რომელი სანერებლებია ესეც აქ ვუთხრეთ. არის ილი, მიხაკი, დარიჩინი, ანისის ვარსკვლავი, ლიმონის ცედრა და წვენი, ფორთოხლის ცედრა. ეს ყველაფერი ნატურალურ სახლის ალკოჰოლში, ანუ არაღში, ვათავსებთ წინასწარ და ვალბობთ. შემდეგ ვიღებთ და უკვე მზას ვამატებთ პასკას. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოვზელთ, თუ კი ჩვენ ამის ენერგია გვეყოფა, მით უფრო ელასტიური და კარგი ცომი გამოგვივა. როდესაც ფქვილი სრულად გაიხსნება, უკვე საჭიროა ზეთიანი ხელებით, ანუ ზეთის დამატებით განვაგრძოთ მისი მოზელა. თუ არ შეწუხდებით სალომე რომ დამეხმაროთ და გვერდებში, ანუ მხოლოდ კიდეებში წვრილ ნაკადად რომ ჩაუშვათ. ზეთის დამატების შემდეგ ნახეთ როგორ შეიცვალა ცომის სტრუქტურა და რადგან ჩვენ არ დავკონკრეტდით, კონკრეტულად თითო ლიტრ ძეზე რამდენი ფქვილი გვჭირდება, მაინც უმჯობესია რომ კონსისტენციით იმსჯელოს ჩვენმა მაყურებელმა, ვისაც მოუნდება ამ რეცეპტით სარგებლობა. ამიტომ მოდი კარგად ვაჩვენოთ. მზად არის ჩვენი ცომი. რადგან ჩვენ დროში ვართ შეზღუდული და პირდაპირ ეთერში ვერ ვახერხებთ, ანუ მისი სრული ციკლის დასრულებას და საათნახევარი მოზელას, ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ეს საკმარისია, მხოლოდ ქიშმიშის დამატება დაგვრჩა. დამეხმარეთ. კი ბატონო, მთლიანად მოვათავსოთ, ეტაპობრივად. მთლიანად. ახლა უნდა დაგემშვიდობოთ, ჩვენს ცომსაც უნდა მივცეთ საჭირო დრო საბოლოო შედეგის მისაღებად და რა თქმა უნდა მომდევნო საათში უკვე გადავახვევთ ჩვენს კლასიკურ ცომს გულსართში, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ განუყოფელი ნაწილია ნამდვილად ლაგოდეხური პასკის და გაჩვენებთ უკვე როგორ გამოიყურება დასრულებული გამომცხვარი ლაგოდეხური პასკა. ამიტომ აუცილებლად უნდა დარჩეთ ჩვენთან ერთად, დროებით გემშვიდობებით. უკვე იცით, სალომე კახეთელიძე იმყოფება ლაგოდეხში, სადაც პასკის გამოცხობის აქტიურ სამზადისშია ჩართული. კვლავ გადავინაცვლოთ, რომ ახლა უკვე მასთან და ვნახოთ რა მდგომარეობაშია ცომი, მოასწრო თუ არა ამოსვლა. სალომე, დილამშვიდობის. პასკები დავინახეთ, მაგრამ სალომე სად არის? დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მეც აქვე ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან ერთად ყოფნა ლაგოდეხში თქვენც ახლა ძალიან გინდათ, იმიტომ რომ ფურნედან სწორედ აი ახლა წუთს კი არა და უკვე წამზე გამოდის ჩვენი გაკეთებული ლაგოდეხური პასკა და ერთი შეხედეთ რა საოცრად გამოიყურება. უკვე მობრაწულია ზედა ნაწილი და გვაქვს ორი სახეობის პასკა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მე ვიმყოფები კახეთში, კერძოდ კი ლაგოდეხში კონდიტერ დიანა ქველაძესთან ერთად, რომელიც გვიზიარებს ტრადიციული ლაგოდეხური პასკის გაკეთებისა და გამოცხობის რეცეპტს. დიანა, კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ჩვენი პასკები გამოცხვა მოწოდების სიმაღლეზეა, როგორც ვიზუალურად, ისე სურნელით. სურნელით ნამდვილად მე ამ ყველაფერს ვადასტურებ და არაჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა მანამ სანამ ამ შედეგამდე მივალთ, აუცილებელია რომ გაჩვენოთ როგორ უნდა მოვამზადოთ ლაგოდეხური პასკის გულსართი და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ხო წინა ჩართვას. ვაჩვენოთ უფრო უკეთესად აღსაქმელად და რეცეპტის უკეთესად გასაგებად. ჩვენ გვაქვს ცომი, რომელიც მოვზილეთ და დავაყოვნეთ საათნახევრის განმავლობაში. მოდი ერთად შევხედოთ როგორ გამოიყურება. ეს არის საუკეთესო შედეგი, ცომი უკვე მზად არის სამუშაოდ. მოვათავსებთ მასში გულსართს, ამჯერად ჩვენ გამოვიყენებთ ნიგოს, შაქრისა და ნიგოზის ნარევს. რომელსაც ვათავსებთ პასკის ცომში, შემდეგ გავაფორმებთ, ანუ მივცემთ სპეციალურ ფორმას, აი ახლა ყველაფერს გაჩვენებთ და უკვე მივაბრძანებთ გამოსაცხობად. ვისაც არ აქვს ფურნე, ყველაფერს იმეორებს ღუმელში. ღუმელშიც ბუნებრივია ალბათ ისეთი გემოვნური თვისებები არ ექნება, თუმცა ვიზუალურად ამ შედეგს მაინც მიიღებენ, ხო? კი ბეტონო. ნამდვილად ვიზუალურად მიიღებენ. ცომი ამოგვაქვს, აი ესე თვალის. ორი გუნდა, როგორც მე მივხვდი. ხელით ორი გუნდა, ფორმა გვაქვს 500 გრამიანი და 500 გრამამდე უნდა მოთავსდეს. შეგვიძლია ცოტა კიდევ დავამატოთ, მაგრამ არ გვინდა პრინციპში საკმარისია. მუშაობ ზეთიანი ხელებით, რომ ადვილი იყოს ცომის დამორჩილება, განში გაყვანა ცომში აქ პარალელურად ნიგოზი და შაქარი ერთმანეთში კარგად გადარეული. შაქარი და ასევე ვანილის შაქარი. შეგვიძლია ესე მოვათავსოთ.
მაგრამ არ მივიყვანოთ კიდეებამდე, რომ არ გამოვიდეს და უნდა გადავახვიოთ ხვეულა. კი ბატონო. ისეთ ხომს მივეხმაროთ ხელით, როგორც შეგვიძლია და დავიწყოთ მისი გადახვევა. ასე გამოიყურება. გამოცხობამდე ჩვენი ნიგზიანი ლაგოდეხური პასკა ვშლით მაქსიმალურად, რამდენადაც ცომის გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ არა იმდენად, რომ გააწყდეს. ჩვენ შეგვიძლია მოვახვიოთ, როგორც ხვეულა და მოვათავსოთ საცხობში, ან შეგვიძლია გამოვიყენოთ საჭრელი. კი ბატონო, აი გავყოთ 3 ნაწილად. და სამივე ნაწილი უკვე მოვათავსოთ ფორმაში, ასე გადახსნილი თავით ზემოთ. ჩვენ ეს ცომი მიგვაქვს კიდევ თბილ ადგილზე დასაყოვნებლად, დაახლოებით 40 წუთი, 9 საათიდან 40 წუთამდე. ფორმა უნდა შეივსოს მთლიანად და შემდეგ უკვე შეგვეძლება მოვათავსოთ გამოსაცხობად ფურნაში. ჩემთვის როგორც კონდიტერისთვის დესერტი ფასდება ჭრილით. ამიტომ აუცილებლად ვნახოთ როგორ გამოიყურება პასკა, მანამ სანამ გაიმეორებენ ჩვენს რეცეპტს. თუმცა სანამ გაიჭრება, მანამდე ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურება ვიზუალურად და თან გაფორმებაც არ ჭირდება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლაგოდეხური პასკა არ მოითხოვს ამ ყველაფერს თავისი ტრადიციიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ აი ესე ბუნებრივადაც კი საოცრად გამოიყურება. და არის ძალიან ფაფუგი. აი ჩვენი პასკა, რომელიც ხვალიდან დამძიმდება უფრო. ეს იცვლის ხო ფორმას? ფაფუკია, ანუ პირველ დღეს არის ფაფუკი მაქსიმალურად და მეორე დღიდან უკვე უფრო ჯდება, მძიმდება და ხდება გაჯერება ყველა იმ ინგრედიენტით, რაც მასშია. კი ბატონო, მოკლედ ფაქტია, რომ სამი პასკა, რომელიც აქტივს ჩვენ არ გვეყოფა, ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ ფორმებში გადატანილი ცომი უკვე მოვათავსოთ ფურნეში. ეს არის საბოლოო წერტილი, ხო? ამ ყველაფრის და დასასრული მნიშვნელოვანი ნაწილი ლაგოდეხური პასკისა. მოკლედ უკვე ფურნეშია, უკვე ძალიან ბევრმა იცის ჩვენმა ერთგულმა მაყურებლებმა თუ როგორ კეთდება მრავალსაუკუნოვანი ჯადოსნური სურნელისა და ზღაპრული კონსისტენციის მქონე ლაგოდეხური პასკა და ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა დიანა ქველაძეს, რომელმაც ეს სწორედ ლაგოდეხიდან გაგვიზიარა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ გავახსენოთ, შევახსენოთ და ვაჩვენოთ ლაგოდეხური პასკა. კი ბატონო, და ვიცოდეთ ნამდვილად საიდან მოვდივართ და ეს ასეც მოხდა შენი დამსახურებით. მოკლედ, გილოცავ დამდა გაღდგომას, რა თქმა უნდა, ვილოცავ ჩვენს მაყურებელსაც და მე გემშვიდობებით.